Ყველას მოგესალმებით, თქვენ ხართ YouTube-ზე ირაკლი გელაშვილი საქართველო. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ გაჩორაშვილის ტრანსფერზე და პრემიერ ლიგის დაწყებაზე, კიდე საფრანგეთის ლიგაზე. და რა ხდება ძიურიკო დავითაშვილთან. დავიწყოთ გიორგი ქოჩორაშვილისგან, რომელიც გადავიდა სპორტინგიდან სევილიაში. ძალიან კაი გადასვლა მისთვის. წერენ რომ მასში გადაიხადა სევილიამ 4 მილიონი. როგორც იცით, სევილია არის ლა ლიგაში თამაშობს და წინა წელს ლამის გავარდა ლა ლიგა 2-ში. სევილია ითვლება გუნდად, რომელიც ყველაზე მეტი ევროპა ლიგა აქვს მოგებული. ძალიან კაი გადასვლა ქოჩორაშვილისთვის, მან ძალიან ცოტა წუთები ითამაშა სპორტინგში და ეხლა ალბათ უფრო მეტი შანსები მიეცემა მას თამაშის. ის ჯერ კიდე შენტ-ეტიენის მოთამაშეა, მაგრამ წერენ რომ შეიძლება გახდეს ოლიმპიაკოს მოთამაშეში. ოლიმპიაკოს ძალიან უნდა ძურიკო დავითაშვილი. ის ღირს 12 მილიონი, როცა გადავიდა შენტ-ეტიენში ბორდეუქსიდან. მასში გადაიხადა 6 და ეხლა 12. იმედია ის გადავა ოლიმპიაკოსში, რადგან რო იცოდეთ ისინი თამაშობენ საბერძნეთის ტოპ დივიზიონში და კაი გუნდი არის. იმედია ზურიკო დავითაშვილი გადავა და ნახოთ როგორ გამithარდება მოვლენები. დღეს არის 23 აგვისტო. პრემიერ ლიგის პირველი ტური ჯერ ბოლომდე არ მორჩენილა, მაგრამ გეტყვით ახლა რა თამაშები ჩატარდა. გახსნითი თამაში იყო არსენალი კოვენტრი სიტი და არსენალმა დამაჯერებლად 3-0 მოიგო. ანგარიში გახსნა კაი ჰავერცმა, მერე საკამ 23-ზე და ოდეგარმა ბოლო გოლი 54 წუთზე გაიტანეს. არსენალმა თავისი დაცვა ტიტულის კარგად დაიწყო. მანჩესტერ იუნაიტედმა კიდე ძალიან ცუდად შეიწყო სეზონი. ისინი ამბობდნენ რომ წინა სეზონში რომ მაიკლ კერეკთან რო დაგვეწყო სეზონი, შეიძლება პრემიერ ლიგა მოგვეგო და პირველი რიგი თამაში წააგეს ჰოლ სიტისთან 2-0 და ჰოლ სიტის კიდევ მეტიც უნდა გაეტანებინა, მაგრამ ვერ გამოიყენეს შანსები. ასევე ახალად გადმოსულმა გუნდმა იშპიჩ თაუნმა მოუგო სანდერლენდს 2-1 და ანგარიში გახსნა ემერსონმა, მერე ანგელომა სანდერლენდისთვის გაათანაბრა, მაგრამ ბოლო წუთებზე კლარკმა გაიტანა 91 წუთზე და იშპიჩს მისცა მოგება. ასე კიდე ერთ თამაში იყო ნოტინგემ ფორესტი ლიდსი, სადაც ასევე 0-0-ისკენ მიდიოდა, მაგრამ მერე ბოლო წუთებზე სტაჩმა 98 წუთზე გაიტანა და ლიდს მისცა 3 ქულა. ძალიან კაი 3 ქულა ლიდსისთვის, მნიშვნელოვანი. ევერტონი მოუგო კრისტალ პალასს, მაგრამ კრისტალ პალასი უფრო კაი გუნდი გამოიყურებოდა. მე რომ ვკითხოთ, ძალიან კაი რაგად გამოიყურებოდა კრისტალ პალასი და ევერტონმა არ დაიმსახურა მოგება. და ბოლო თამაში ჯერჯერობით პირველი ტურის ბრენტფორდი ტოტენჰემი. ბრენტფორდმა 3-0 უშანსოდ რობერტო დეზარბის გუნდმა ვერ გააკეთა არაფერი და კიდე პენალტიც კი აუცილებია ბრენტფორდს, так что 4-0 უნდა ყოფილიყო. დღეს 23 აგვისტოს რა თამაშები გველის პრემიერ ლიგაში. ჩვენ თბილისის დროით 5 საათზე მან სიტი ბორთმუფი, მერე იმავე დროს 5 საათზე ბრაიტონი ასტონ ვილა, 8 ნახევარზე თამაშობს ნიუკასლი და ლივერპული და 11 და ხვალ ორშაბათს თამაშობს 11 საათზე ფულჰემი და ჩელსი. ეგრე მორჩება პირველი ტური. ახლა გადავიდეთ ლიგა 1-ში. ლიგა 1-ში მომხდარა უკვე ძალიან ბევრი თამაში და ახლა ჩამოგაყალიბებთ. გახსნითი თამაში იყო მარსელის სტრასბურგის, სადაც მარსელმა ძალიან მარტივად მოუგო სტრასბურგს. პრობლემები არ შეექმნა. ლანსმაც გაანადგურა აგზერი, ლანსი მე რომ გითხოთ ძალიან კარგად გამოიყურება. მოუგო პესეჟეს საფრანგეთის თასის ფინალში და ეხლა კარგად დაიწყეს სეზონი.
ტროიერსმა ახლად გადმოსულმა გუნდმა და პარის FC 0-0 ფრეი თამაშეს. რავი, იყო თანაბარი თამაში, მაგრამ მომენტები ცოტა იყო. ასევე ახლად გადმოსულმა გუნდმა ლემანსმა ბრესტზე თამაშა. ბრეს არის ძალიან მოულოდნელობა, რადგან ბრესტი კარგი გუნდია, კი წინა წელს მე-10 პოზიცია დაამთავრეს, მაგრამ ეხლა არ უნდა მიეცათ ქულები ლემანსისთვის. და ბოლო ახლად გადმოსული გუნდი ლორენტე ნისთან 0-0 ფრეი თამაშეს. ნისი არ გამოიყურება ეგეთ გუნდად, წინა წელს დაამთავრეს მე-16 ადგილზე. არ არის ეგეთი გუნდი, მაგრამ აკონტროლებდა თამაშს, მაგრამ მაინც გოლი ვერ გავიდა. და ბოლო თამაში რომელიც მოხდა, იყო ტულუზა ლიონის წინააღმდეგ, სადაც ლიონმა ბოლო 30 წუთში მოახერხა 2 გოლის გატანა და მოგება. ძალიან თანაბარი თამაში იყო გოლებამდე, ორივე შეეძლოთ მოგება, მაგრამ ლიონმა გაგლიჯა მოგება. დღეს 23 აგვისტოს რა თამაშები იქნება ლიგა 1-ში? ანჯერსი ლილი 5 საათზე თბილისის დროით, ლეავრი მონაკო 19 საათზე და 15 წუთზე და 11 საათზე დაიწყება რენერსი პესეჟე. თუ გინდათ უყურეთ ამ თამაშებს. ყველას მადლობთ ყურებისთვის და გემშვიდობებით.